გამარჯობა ნადია. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. მილოცავ ერთ-ერთის ფინალში გადასვლას. მადლობა. ვაგნები ულობ. ცოტას კი. თვლი რომ ტყუილს მოკლეფეხები და გრძელი ცხვირი აქვს? კი და იმედი მაქვს რომ არ დამიმოკლდება ფეხები და ცხვირი არ გამიგე შეგახსენებთ ესე. ბავშვები დაგისვამენ კითხვებს. კი ბატონო. ბავშვები დაგისვამენ კითხვებს. უნდა გასცე აუცილებლად სიმართლე, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იყოს სიმართლე. გაქვს 3 თავის არიდების უფლება. შენთვის არა სასიამოვნო 3 კითხვაზე. ვაიმე. მზად ხარ? მზად ვარ. შედი სტუდიაში. გამარჯობა ნათია. მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგვიტევი ახლა შენ შესახებ მოკლედ დაახლოებით 1 წუთში რო ჩაეტიო. აქაც წესებია? დავიწყებთ თამაშს. ყველაფერში წესები გააქვთ? 1 წუთი. პირველ რიგში მოგესალმებით. უკვე ყველანი ძალიან მიყვარხართ. მე ვარ ნათია დუმბაძე. მეძახიან დუმბოს გვარიდან გამომდინარე. დავიბადე 1986 წლის 21 ნოემბერს. მიყვარს სიმღერა, ძალიან მიყვარს გართობა. ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი შვილი და ჩემი ქმარი და კიდე რა ვთქვა, გავიდა უკვე 1 წუთი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ხელოვნებაცოდნეობის ფაკულტეტი. 5 წლიდან მღერი ვარ სცენაზე. და დავამთავრე ახლა აქ საუბარს და ველოდებით თქვენს კითხვებს. მადლობა. ცოტა ნერვიულობ. მიწევთ გასმას. და შეგახსენებთ რომ ეს არის გადაცემა. ვა. მარიამ ჯიქია 11 წლის. იცით თუ არა თქვენი გვარის წარმოშობა? ჩემი გვარის წარმოშობა არ ვიცი. მაგრამ ვიცი რომ ვარ გურული და ვარ ოზურგეთიდან და ეს გვარი არის გურულების. და ჩვენ ვართ გურულები. იკა ჯინჭარაძე 15 წლის. მაინტერესებს როგორ სწავლობდით სკოლაში? აი მე 4-იანებზე ვსწავლობდი და ვერ მოვიტყვები რომ 5-ოსანი ვიყავი, იმიტომ რომ გეტყვი ხა ამხსნი რატო? იყო რაღაცა საგნები, რაშიც გამომყვა, აღარ მახსოვს როგორ იყო სკოლაში, ქულები იყო თუ რა გამომყვა, 5-იანები გამოყოლაზე იყო, ხო? ანუ რა გამოყვა, ჯამში გროვდებოდა თუ რაღაცა და ხო, რაღაც არ მახსოვს, მე მგონი სკლეროზი მაქვს. აი ფიზიკაში გამომყვა 3-იანი. არაფერს არ მოვიტყვები, დღეს ვიქნები. კარგი. მადლობა. შენ მადლობა. ნათია დავლინიძე 15 წლის. როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა? ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. ვიყავი აი ძალიან აქტიური ვიყავი და რომ მიხვდნენ რომ ვეღარ მაჩერებდნენ სახლში ბებომ დამავლო ხელი და მიმიყვანა ესეთი ანსამბლი იყო ნერგები. ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი ნერგები. ძალიან მაგრად მახსოვს, იმიტომ რომ 10 წელი ვიყავი ამ ანსამბლში. და მიმიყვანა და იყო ესე ვთქვათ კასტინგი. შესარჩევი ტური და იქ შევასრულე ძალიან მაგრად მახსოვს ლამბადა. აი ესე ვიცეკვე და ვიმღერე რაღაცა ისე საყვარელი ვიყავი ძალიან და იყო მიღება 6 წლიდან და მე ვიყავი 5 წლის და რომ მკითხეს რამდენი წლის ხარო ესე ვუპასუხე რომ სახში დამაბარეს რომ მე თქვა რომ 6 წლის ვარ მაგრამ 5 წლის ვარ მეთქი. აი ესეთ იყო და მაინც მიმიღეს რა თქმა უნდა. მადლობა. მადლობა შენ. აბა შემდეგი ილაძე 12 წლის. მაინტერესებს როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ბავშვთან ერთად? მე და დუდო ძალიან მეგობრობთ.
იცი რა არის გავართ ერთმანეთს ძალიან ხასიათებით და ვეწყობით და მეგობრობთ რა ვიცი გიждები ნუ პირველი ჩემი შვილი მიყვარს რა თქმა უნდა და ძალიან საყვარელია და თბილია და ამ ბოლო დროს ხო ნუ საერთოდ სულ ვენატრებოდი 3 თვეა შვილი არ მინახავს 3 თვე არ მინახავს ნახულობ მხოლოდ ლაივის დღეს როცა მაქვს კონცერტი და გამოსვლა და ის რა ქვია კარგი ურთიერთობა გვაქვს ძალიან მეგობრული და ვერასდროს ვერ ვეჩხუბები აი ყოველთვის მაძლევენ ხოლმე შენიშნოს რომ რატო არ ეჩხუბები რაღაცა არ შემიძლია ანუ ვერ შენიშნოსაც ვერ ვაძლევ ანუ ისე მიყვარს ანუ კარგი ურთიერთობა გვაქვს იდეალური მადლობა გამარჯობა ნათია, მე ვარ ნუცარაზმაძე 10 წლის. ძალიან ბევრ კონკურსში ხარ, ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს შენი ჰობია თუ უბრალოდ გინდა შენი თავი გამოსცადო? იცი რა, არა, ჰობი არ არის. სიმღერა ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიაა და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ბოლომდე გავყვები ჩემს უსაყვარლეს საქმეს. აქედან გამომდინარე ჰობი არ არის. გამარჯობა, მე ვარ სალომ პაპულაშვილი, 12 წლის. მაინტერესებს სლეპშოტის გადაღება თუ გიყვარს? რისი? სლეპშოტის. აი, მე სლეპშოტი რა არის? სელფშოტი? რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, კი, სულ ვიღებ ხოლმე. ძალიან მიყვარს. საყარელო ვერ გამარჯობა, თაკალი პატაშვილი 11 წლის. მაინტერესებს ბავშვობაში გიყვარდა თუ არ ტყუილები? ეს თქმა. როგორც ამბობენ მიყვარდა კი როგორც ვიცით ფინალში გადახვედით 1-1-ში და თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია მონაწილეებთან კონკურენცია თუ უფრო მეგობრობა იცი რა თქმა უნდა მეგობრობაა ჩემთვის მნიშვნელოვანი ანუ ჯერ გიპასუხებ პირველ რაღაცა ორ იმად დავყოთ ეს კითხვა ხო პირველ რიგში ფინალში გადავედი და ძალიან გახარებული ვიყავი ვერ ვმალავდი ამ სიხარულს და მე მგონი რაღაცა ზედმეტად რა თქმა უნდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველ რიგში მეგობრობა მონაწილეებთან და კიდევ ერთ სიმართლეს ვიტყვი არასდროს არ ჩამithვლია ჩემი თავი კონკურენტად. ანუ იმის თქვა მინდა რომ ვერც ერთი მონაწილე ვერ იტყვის იმას, რომ აი ჩემგან რაღაცა დიდი კონკურენცია, რაღაცა ანუ საქციელებში აი ყველა მხრივ არ ყოფილა, ანუ დიდად კონკურენტი არ ყოფილვარ. ანუ სხვა რაღაცას გულისხმობ, ეხლა ალბათ ვერ ამხსენი და ამება ენა და ამება ყველაფერი ერთად. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრობა პირველ რიგში. მადლობთ. ნათი, როგორც მახსოვს, მონაწილეები შენთვის კუთვნილ ხუთქულას იშვიათად იმეტებდნენ ხოლმე და როგორ ფიქრობ რატომ? ვაი, მე იცი რა, ეს უკვე ბოლო პერიოდში ხდებოდა. რაღაცა ბოლო სამ ტურში მოხდა ის რომ 5 ქულა იცი რა ვერ გაიმეტეს ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ ეს კონკურსია და ალბათ იცი რა SMS ლიდერი რო ვიყავი ალბათ ცოტა ფიქრობდნენ რომ ფინალში SMS-ებისთვის ну არ ვიცი რატო არ იმეტებდნენ კონკურსი როა ალბათ ყოველთვის ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს და ძალიან ბევრი შრომა აქვს თითოეულ მონაწილეს ჩადებული ამ პროექტში და ამისათვის მაინც ყოველთვის შენ თავზე ფიქრობ, როცა შენ ერთი იღებ მონაწილეობას კონკურსში და აქედან გამომდინარე ხდებოდა ის რომ მე 5 ქულას ვეღარ ვიღებდი ბოლო 4 ტური. არაფერს შემდეგი აი მე რა საყვარელი ხარ
არსებობს კაი ტყუილი. კარგი ტყუილი? არსებობს, კი, ხანდახან საჭიროა. კარგი ტყუილები. რა არის ცოდვა? ცოდვა არის აი რაღაცას რო დააშავებ, რომელიც არ შეიძლება. 10 მცნებას რო დააშავებ, 10 მცნებაში რაც შედის, აი რო დააშავებ, ის არის ცოდვა, მაგალითად რა ვიცი. გეშინია თუ არა სიბერის? კი. მეშინია, კი. ანუ არ მინდა რომ დავბერდე. ვის უნდა რომ დაბერდეს? გინდათ თქვენ? არ გვინდა არავის. არ მინდა რომ დავბერდე. ხო, მეშინია, კი. მადლობა. გამარჯობა. მე ვარ გიგი მღებრიშვილი 13 წლის. მაინტერესებს რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ რაც დედა გახდი? აი მე რა საყვარელი კითხვა და ტკბილი და თბილი. ძალიან ბევრი რაღაცა. ოღონდ მე რომ დედა გავხდი ვიყავი 20 წლის. ძალიან პატარა. და მაშინ უფრო ვერ ხვდებოდი რომ დედა ვიყავი და ყავდა შვილი და ალბათ ყველა დედისთვის შვილი არ ვიცი. არ ვიცი, ამ სიყვარულზე ვერ ვისაუბრებ. ვერ გადმოვცემ სიტყვებით. ვერ. ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა. მერე უფრო რო გაიზარდა, მერე უფრო მივხვდი, რომ თურმე ეს რა ყოფილა. ალბათ უფრო გავხდი უფრო მოსიყვარულე და უფრო თბილი და არ ვიცი რა დავამატო. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ვინ შეურჩია დუდუს სახელი? დუდუს სახელი, ეხა გეტყვი როგორ მოხდა. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვეძახდით, ანუ დუ ესე მოფერებით. დუ, აი აქ მაწერია დუ. დუს ვეძახდით ერთმანეთს და დუ ხანის მეძახდა, ხანეს მეძახდა დუ და ერთ დღეს რაღაც ესე მახსოვს, მე მგონი მართალი ვარ. ჩემმა ბაჩოს დამ მითხრა, რომ ბარემ ბავშვ დუდუ დავარქვათო. მერე ავიტაცე ძალიან ეს იდეა რა თქმა უნდა მომეწონა და აქედან გამომდინარე მერე შეერქვა ჩემს საყვარელშვილს დუდუ. მე რო პრეზიდენტი ვიყო, რა შევცვლიდი? რას პროექტში ვარ? 3 თვეა, ძალიან ბევრს ვჭამ. ერთი ჯიურის წევრებიდან ყველაზე შემწყურაზე არა ობიექტიური რომელი იყო? ვაიმე. When I play the maracas I go chick chicky boom, chick chicky boom. მინა ბაბუშვილი 12 წლის. რატი არაც მე ჩარავ ხარ სხვის ცხოვრებაში? როგორ? როდის მე ჩარავ ხარ სხვის ცხოვრებაში? არასოდეს. არ ვიტყუები. შენ რომ პრეზიდენტი იყო, რა შეცვლიდი საქართველოში? მე რომ პრეზიდენტი ვიყო, რა შევცვლიდი? გამოცდებს არ მომხსნიდი ნამდვილად. არა, ყველამ უნდა ისწავლოთ. აუცილებლად. შევცვლიდი უფრო მეტ ადამიანს დავასაქმებდი. ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანი ცხოვრობს დღესდღეობით საქართველოში და ბევრს უჭირს ნამდვილად და დასაქმებას გავზრდიდი. დასაქმების სამსახურს უფრო დავტვირთავდი. დაახასიათე შენი ქმარი. ვინ? ქმარი. ჩემი ქმარი? ძლივს. ჩემი ქმარი არის ძალიან სიმპათიური და ცისფერი თვალები აქვს. ვაუ. ძალიან მაგარი თან. ხო, პირველი დადებითი თვისება რაც აქვს არის კეთილშობილი, ჩემზე კეთილია, ვაღიარებ. კი. ძალიან კეთილი ადამიანია. და რამდენი წლისაა? ძალიან ვუყვარ მე. რამდენი წლისაა? ვაიმე. 21-ის. მერტო რა და მე ვარდა 31-ის. უნდა მეთქვა 30-ის და 1 წელი შემეშალა. აი 31-ის არის და ალბათ სახში რაღაცა მომხდება რომ შევალ. აუცილებლად. თავიდან პირველ ტურში გააკეთა ჯენიფერ ლოპეზი და მე-19 ტურში გააკეთა ალიშა კი და ჯენიფერ ლოპეზთან შედარებით ალიშა კი იყო უამრავჯერ კარგი და რატომ მოხდა ეს?
ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ იმიტომ რომ ალბათ ეს იყო პირველი გამოსვლა. ჯერ არ ვიცოდი ზუსტად, ანუ მე უფრო ტურიდან ტურში უფრო ხვდებოდი სად ვიყავი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ უნდა ყოფილიყავი ზუსტად ჯენიფერ ლოპესი და რატომღაც პირველ ტურში არ გამომივიდა. მაგრამ მერე გამოვასწორე, ეს ყველაფერი მოდის შრომაში და რატო იყო განსხვავება? იმიტომ რომ ბევრი დრო გავიდა. ძალიან ბევრი დრო და ბევრი რამე ვისწავლე პედაგოგებისგან, მე თვითონ ძალიან ბევრი ვიშრომე და აი ბოლოს შრომა დამიფასდა. გამარჯობა. მარიამ ჭარელი 12 წლის. შენი აზრით ფინალური 4-ში ყველაზე დიდი კონკურენტი ვინ არის? ჩემი კონკურენტი ვინ არის? ყველაზე დიდი არა. სამივე. მართლა სამივე, იმიტომ რომ ვერ გამოვყო. როგორ? გამორჩეულად უფრო ერთი. არ ვიცი, იცი რატო არ ვიცი, არ ვიტყუები, სიმართლეს ვიტყვი, მართლა არ ვიტყუები არაფერს. იმიტომ რომ სამივე მონაწილეს აქვს ძალიან ბევრი კარგი ნომერი შესრულებული და აი აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომელი უფრო იქნება ჩემი კონკურენტი. არ ვიცი, იმიტომ რომ სამივე ოთხივე ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები ვართ. მართლა. ელენე თავდუმათა 14 წლის რას შეცვლიდით თქვენში? ესე იგი, სახეზე შევცვლიდი რაღაცას და რას გეტყვი. აი აქ მაქვს ცხვირი გატეხილი და მინდა ამის გასწორება და ყველა მეჩხუბება რომ არ გაისწორო და ოღონდ ძალიან მინდა. ალბათ ამას შევცვლიდი. კიდევ შევცვლიდი იმას, რომ 6-7 კილოს დავიკლებდი, იმიტომ რომ ეხლა ვარ ძალიან გასუქებული, იმიტომ რომ რაც პროექტში ვარ, 3 თვეა, ძალიან ბევრს ვჭამ, იმიტომ რომ მჭირდება ენერგია და თუ ვერ შევჭამ, ვერ ვიმღერებ და აქედან გამომდინარე ვარ გასუქებული და მინდა დავიკლებდი ბევრ კილოს. ძალიან მიჭირს ხოლმე და მოქმედებს რაღაც ნერვებზე და რაღაცა სულ 5 ხასიათზე ვარ ხოლმე რომ არ ვჭამ და აი ამას შევცვლიდი ამ ორ რამეს. აი ამას გავიკეთებდი და ხასიათში გიპასუხებ. ხასიათში შევცვლიდი რას იცი? აი დამავიწყდა რომ დამავიწყდა ერთი რამის თქმა. ადამიანებს ვენდობი ძალიან მარტივად. აი ყველას ვენდობი. არა, საერთოდ ყველას ვენდობი. ეს ერთი ადამიანი არ არსებობს, ვისაც არ ვენდობი და ეს ალბათ ძალიან ცუდია. მაინტერესებს როგორ ახერხებთ დროის განაწილებას თქვენს საქმესა და ოჯახს შორის და ხო არ შეყვედურობთ ხოლმე ამის გამო თქვენი შვილი? აი რაც შეეხება ამ პროექტს, ბოლო პროექტს. ჩემი შვილი არ იცი რა ისე გამოხატავს, მე არ მეუბნება. ბებოს სულ აწუხებს, რომ დედა როდის მოვა, დედამ დამბანოს, დედამ დამაძინოს და ისე ბებოს ეუბნება ყოველთვის და მე რო დამინახავს როგორც კი სახში შევალ, სადაც მიდივარ იქ მომყვება, ყველა კუთხეში დამყვება აბსოლუტურად. ამ პროექტში ისე ძალიან არა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან გახარებულია და მოსწონს, რომ აი დედას ტელევიზორში ხედავს და დედას წარმატება აქვს და ყველა ჩემი სიმღერაზე პირად იცის. ყველა. ის უფრო მარტივად სწავლობს სიმღერის ტექსტებს, ვიდრე მე. იმიტომ რომ ის ერთხელ მოусმენს და იცის თავიდან ბოლომდე და გაოგნებული ვარ. ხო და რაც შეეხება იცი რა შეთავსებული მაქვს არ არის ისე რომ რაღაცა ძალიან ან ჩემი მეუღლე ბრაზდებოდეს ან რაღაცა არა იმიტომ რომ იცის იმ საქმეს ვაკეთებ რაც ძალიან მიყვარს და თვითონაც ძალიან უყვარს და მოწონს და ასევე ყველა ოჯახის წევრზე მაქვს საუბარი ამიტომ არ მექნება პრობლემები და ესე ვარეგულირებ და მაქვს ერთი თხოვნა შეგიძლიათ თუ არა შეგვისრულოთ თქვენთვის საყვარელი სიმღერა Vai me ხლა? ასე უყველებ რა აკაპელაში? რომელი რაც შევასრულე. რაც ჯიმ კერი და ვიცინათ ერთად ეს თხმაზე? Vai me ტაშტუ დამიკრავთ იმ შემთხვევაში.
ესე იგი კაშით უნდა ამყვეთ ახლა მე თქვენ ერთნაირად უნდა დაუბრუნოთ. არა, მისმინეთ? They call me Cuban Pete. I'm the king of the rumba beat. When I play the maracas, I go chick, chicky boom, chick, chicky boom. Yes, sir, I'm Cuban Pete. I'm the crazy of a native street. When I play the to everything go chick, chicky boom, chick, chicky boom. Boom, boom, boom. ძალიან დიდი მადლობა ნადია. დარჩა ბოლო 3 კითხვა და ამ 3 კითხვის შემდეგ ისე გავერთე რომ აღარ მინდა წასვლა. ამ 3 კითხვის შემდეგ შენ ბავშვებს რომ მისცეს რჩევები შენი გამოცდილებიდან. კი ბატონო. ან კითხვები თუ გაქვს შეგიძლია დაუსვა კითხვები. ერთი ჯიურის წევრებიდან ყველაზე შენთვის ყველაზე არაობიექტური რომელი იყო? არაობიექტური? ვაიმე! ტყუილის გარეშეში ვარ, ხო? არ უნდა მოვიტყუო, ხო? დამეშველება მე რო დავისაჯო? თავის არიდება შეგიძლია. არა ვარიდებ. მოპასუხებ. ესე არაობიექტური, ყველაზე არაობიექტური, ესე ნამდვილად არ მყავს, მაგრამ იყო 2 ტური, როცა ძალიან დამწყდა გული, ეს იყო ალა პუგაჩოვას ჩემს მიერ შესრულებული უბრალოდ ალა პუგაჩოვა, რაზეც ნამდვილად ველოდებოდი, როდესაც პირველად სისი, ყველა მიცით ალბათ, ხო? როდესაც სისი დამიწერა 12 ქულა, მართლა ველოდებოდი, რომ დანარჩენები 12-ს თუ არა, 10-ს მაინც დამიწერდნენ და ძალიან დამწყდა გული, რომ არ დამიწერეს. და ეს ვინ იყო, უნდა უპასუხო. ვაიმე. მე მგონი უნდა ამერიტებინა. არიდე. ეხა შეგიძლია. შემიძლია? ხო, მაშინ დამიწერა ბატონმა ზაზამ, მე თუ არ ვწდები 7 ქულა თუ 6 იყო, არ მახსოვს. არ მოველოდი, თორე კი არ გავბრაზდი, არა. დამწყდა გული. მე მეგონა რომ უფრო მეც დამიწერდა, თორე არ ვამბობ რომ არაობიექტურია ჟიური. არა. ანც კიფურიშვილი 11 წლის. გამარჯობა. ნათია სიგარეტს ეწევი? ტყუილის გარეშე ვეწევი სიგარეტს. რამდენი წლიდან დაიწყე წევა? ვაიმე, აისა ჯავიჭერი. ესე იგი, როდის გადის ეს გადაცემა, მითხარით რომ დედაჩემს რაღაცა მოვატყუო, რომ არ უყუროს და კიდევ ბევრ ადამიანს. ვაიმე! კაი, არ მოგატყუებ. ესე იგი 16 წლის ვიყავი პირველად რომ გავსინჯე და ესე მაიმუნობდით, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ეწეოდნენ და მეც რაღაც მაშინ რაღაცა მინდოდა კი არა და რაღაცა ესე არ ვეწე მე უბრალოდ გავსინჯე, არ ვეწეოდი ნამდვილად. მე ზუსტად არ მახსოვს წლები, მაგრამ ალბათ სადღაც ბაჩო რო გავიცანი, მაშინ 19 წლის ვიყავი, მაშინ ვეწეოდი და მე რა თქმა უნდა თავი დავანებე და 3 წელი არ ვეწეოდი და ძალიან გამიგრძელდა და ბევრს მალაპარაკებ სიგარეტზე. მე 3 წელი არ ვეწეოდი და ეხლა ისევ დავიწყე და ეხლა არა. დიდი ხანია დავიწყე და ვეწევი სიგარეტს და ვაიმე რამდენმა არ უნდა უყუროს ამ გადაცემას. აპირებ თავის დანებებას? აპირებ თავის დანებებას. ძალიან მინდა, კი და ალბათ დავანებებ, კი ბატონო. კი, ვეცდებ. გამარჯობა. აგეთ. აბა. გამარჯობა. მე ვარ დათუნა მიქელაძე 12 წლის. კითხვა მაქვს თქვენთან. ქართული შოუ-ბიზნესიდან რომელ მამაკაცს ყველაზე სიმპათიურად? ქართული მომღერალი იქნება თუ მსახიობი არ აქვს მნიშვნელობა. მსახიობი იქნება თუ მომღერალი არ აქვს მნიშვნელობა? აჩო შენ არ მისმინო? ვინ არის ყველაზე სიმპათიური? ახლა მსახიობებიდან სულ ერთია. ძალიან მე სიმპათიურება ჩემი საყვარელი მეგობარი, ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი
კახა კინწურაშვილი. სიმპათიურია და რა ვქნა? და ქმარი ვარ ყავდეთ რომელს გაყვებოდით ცოლად. და ქმარი ვარ ყავდეთ რომელს გაყვებოდით ცოლად. მოიცა ჯერ მეორე კითხვას გიბასუხებ, ეგ უკვე მესამეა. არა ეს მეორე, ანუ კაი, მომღერალი რო არ მithქვამს? მომღერალი. მაგრამ ერთი ვთქვი და ძალიან ბევრი ეხა არ მახსენდება როგორ უცებ გავიხსენო. მსახიობი ვთქვი, კარგი, არა და კიდევ ძალიან ბევრი უსიმპათიო სიმსახიობია, მაგრამ ეხა უცებ ვერ ვიხსენებ. მომღერლებიდან ვაიმე ვინ არის სიმპათიური? რატი დურგლიშვილი არის სიმპათიური? კი. ჩემიო, რა თქმა უნდა, ძალიან სიმპათიური და კიდევ ალბათ ბევრი, მაგრამ აღარ ჩამოვთვლი. რომელს გაყვებოდით ცოლად? ვაიმე. ქმარი რო არ ყოლოდოთ. ცოლად გავყვებოდი? ვაიმე, არავის არ გავყვებოდი, იმიტომ რომ ეს ისე ზოგადად ვამბობ, რომ სიმპათიურია, თორე არა, არც ერთს არ გავყვებოდი ცოლად. მე გავყევი ძალიან სიმპათიურ ბიჭს ცოლად. დიდი მადლობა. ახლა შენ შეგიძლია ბავშვებს მისცე რჩევები ან გადახვიდე კითხვებით. რჩევა იქნება ჩემგან ესეთი. თუ იქნებით ზოგადად ვიძახი, გუწრფელები, თუ იქნებით კეთილები, არასდროს არ გეწყინებათ სხვისი კარგი ამბავის გაგება, სხვისი წარმატება, თუ არ გეწყინებათ და არც უნდა გეწყინოთ არასდროს, გულშიც არ უნდა გაიელოს ამ ყველაფერმა, თუ იქნებით მონდომებულები, მიზანდასახულები, თბილები და სიყვარულით სავსე გულებით იქნებით, ყველაფერი გექნებათ ამ ცხოვრებაში კარგად. რა თქვა კიდე? ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. ეს არის გადაცემა ხუილის გარეშე. ეს გადაცემა არის ძალიან ხიარული, მაგარი. ეხლა რაღაცა კარგი დადებითი ემოციებით მივდივარ სახლში, იმიტომ რომ რაღაცა მართლა სიმართლე ვილაპარაკე, გავერთე, ვისიამოვნე ბავშვებთან ერთად, მე მგონი ვიმხიარულეთ კიდეს და ძალიან მაგარი პროექტია და კარგია რომ არსებობს ეს პროექტი. ფიქრობდი საერთოდ მივიდი და ბოლოს გადავწყვიტე და მივალთქო. ოღონდ რატომ მეშინოდა, ესე არ ვიცი. გადასარევი ბავშვები ყოლიათ რა, ბრავო.